მარია, მოდი ჩემთან, ჩემო კარგო, მომწანდი. როგორ კარგად გამოგივიდა ცეკვა, სიმღერა, სასიამოვნოა ჩვენთან სტუმრობა. დაბზანდი გთხოვთ. აი, ესეთი საოცარი სიმღერით მოხვედი ჩვენთან. მოგვიყევი, აბა, ჩემთვისაც ძალიან საყვარელი სიმღერაა ეს სიმღერა და გამიხარდა ეხლა, რომ ძალიან კარგად გამოგივიდა და კარგად იმღერა. მოგვიყევი ამის შესახებ, აბა, საიდან შეარჩიე, როგორ მოხდა ეს ამბავი? კი ბატონო. აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში თეონა ქუმსიაშვილის ოჯახს. ასეთი დიდი პასუხისმგებლობა მხდაწილად ასე ვთქვათ, რომ ეს სიმღერა შემესრულებინა თეონას შემოქმედება და მეთანხმებით ალბათ საოცარია, ნამდვილად. თვითონ ეს მაორი სიტყვით, რა ვიცი, მე არ ველოდებოდი ახლა რომ ვიცი რომ სიმღერები და მეც მინდა რომ მადლობა გადავხადო, რა ვიცი, მის ოჯახსაც, თვითონ თეონას, ძალიან დიდი მადლობა. აი მგონია რომ რაღაცნაირად ის თითქოს აი ისევ საქართველოში არის და ესმის აი ქართველების ეს სიყვარული ესე მგონია მე და აუცილებლად კი. რაღაცნაირად ჩვენი რაღაცა ყველას ტკივილი არის ეს ამბავი რა. ზეციურ საქართველოში ნამდვილად ვუძღვნი თეონას დიდი სიყვარული. მე ყოველთვის, რა ვიცი, არა მარტო ამ სიმღერას ძალიან ბევრ რამეს იმსახურებს ეს გოგო როგორც აქ ისე იქ რა ვიცი სადაც არის. ნამდვილად, მეთანხმებით. რამდენი წელია რა? ამ გიმითხარი რა შემონებოდი? ასევე აქვე ვიტყვი ძალიან დიდ მადლობას გადავხდი სიმღერის ჩაწერაში, ვისაც მიუძღვის წვლილი, ბატონ ალუდა ჯანაშვილს და გუჯას, მათ სტუდიაში ჩაიწერა, ახლად გახსნილი სტუდია არის და წარმატებებს შვენიერია, მე ვსურვებ წარმატებებს, ძალიან კაი ჩანაწერი იყო და დიდი მადლობა. შვენიერი. რამდენი წელია რა ძღერიში? კი, ძალიან პატარა ასაკიდან 23 წლის ვარ, დიდი არ ვარ ახლა ისედაც ძალიან, მაგრამ რა ვიცი, ბავშვობიდან სულ პატარა ასაკიდან ალბათ რაც დავიბადე, სიმღერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ჩემი სულის და გულის ნაწილია. გეტყობა ჩემო, მართლა ძალიან კაი გოგო ხარ. ინსტრუმენტებზე ვკრავ რამე? კი ბატონო, ხალხური ძირითადად. ფანდური? კი ბატონო, თეატრალურში ვსწავლობ ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო საგალობლების მიმართულებით. თეატრალური უნივერსიტეტი რო გავიგე, ჩემი უნივერსიტეტია და მე ძალიან მიყვარს და რუსთაველზე რო იქ დადიხარ, თუ იქა? მარჯანიშვილის. აღმაშენებლის კურსი. რომელ კურსზე ხარ? ბოლო კურსზე ხარ? მესამეზე ხარ. 4 წელი, ალბათ ერთი წელი კიდე გაქვს, ხო? ერთი დამშრალი. ერთი წელი კიდე გაქვს. ვაა, საინტერესო. პედაგოგები ვინ არის შენი ან ვინ იყვნენ ბავშვობაში კიდე? კი, ამჟამად ქალბატონი თამრი კოჭახონელიძე. ვაა. დიახ. ბავშვობაში სხვადასხვა სტუდიები მაქვს მოვლილი, როგორც ასეთი საესტრადო და ხალხური მიმართულებით. მადლობა ჩემ პედაგოგებსაც, რა თქმა უნდა, აქედან მივესალმები ყველას. მოგარია, მეც მივესალმები და მადლობას გადავხდი, რომ ესე კარგად აგზარდეს და გასწავლეს ქართული სიმღერა და როგორც გალობაც, ხო? გალობას სწავლობ, კი. ნამდვილად. ძალიან დიდი ბედნიერება. ნაწილია. და კიდე როგორც ვიცი, შენი სტუდია გაქვს და ასწავლი ბავშვებს? კი ბატონო. ვითხარი რა მოგიწევია. ახლად ჩამოყალიბებული სტუდია მაქვს. ასე ვთქვათ, ანსამბლი სასომა. სასომა ქვია? კი ბატონო. აუცილებლად მოგახსენებთ. ალბათ თვითონ სიტყვის საწყისშიც სასო, ხო, ის წმენასთან და იმედთან არის კავშირში და ჩვენი ზეციური мама ამასთან არის. შენ მოფიქრებულია? რა მოგარი, რაღაც ახალი სიტყვა მოუფიქრებია. და რაღაცა გულში მქონდა და რაღაც დიდი ხანია უკვე ეს რაც მქონდა გონებაში, გულში, სულში და ხორცი შევასხი ასე ვთქვათ. სასომა შემოკლებით სიყვარულით მიმართვა. კი, იმიტომ რომ თვითონ ჩემი ასე ვთქვათ მიმართულება, მე ხო ხალხური სიმღერის და საეკლესიო საგალობლის მიმართულებით ვარ მომავალი ლოტბარი და რეგენტი და შესაბამისად ამას დავუკავშირე და ზოგადად ღმერთის გარეშე ხო ისედაც არაფერი ხდება და ღვთისმსმენის და იმედის გარეშე. ვაიმე, რა კარგი გოგო ხარ, ჩემო კარგო. მინდა რომ ძალიან ბევრი წარმატება გისურვო, რომელსაც გონია და გძნობ, რომ გექნება შენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მოკლედ მთელი ისინი მაქვს რა ქვია, გრძნობები და ინტუიციები ჩემი მუშაობს და ხოლმე შორის კარგად მუშაობს ხოლმე. გეგმები როგორი გაქვს, აი შემდეგში მომავალში უკვე დაახლოებით მივხვდი, მაგრამ მაინც რო გითხრა, ახლო გეგმები, შორეული გეგმები. კი ბატონო. ნუ რა თქმა უნდა, ძირითადად შემოქმედებას უკავშირდება. როგორც ჩემი
პირადი შემოქმედება სიმღერის მიმართულებით, მუსიკის მიმართულებით, ასევე ჩემი მოსწავლეები. ძალიან ძვირფასია ეს კი, მე თვითონ ბავშვებთან მუშაობა იმდენად ბავშვები ყავს სტუდიაში. ცოტა ხანია რაც დავიწყე, თუმცა იმდენად დიდი სითბო და სიყვარული წამოვიდა ბავშვებისგან, რომ ალბათ ვერასოდეს ვერ დავანებებ თავს და მთელ ჩემს ცხოვრებას ამას მივუძღვნი, რომ ბავშვები აღზარდა. თვითონ საკმაოდ პატარა ხარ და შეიძლება რომ შენ ხელების კი მოვიდნენ ალბათ, ხო, შენთან? ნე, კი. სასწავლებლად, რატო არა? რატომაც არა. რატომაც არა? მე ძალიან ბევრი წარმატებას გისურვებ და გელოდებით კიდე მომავალშიც რომ გესტუმრები და ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად დაგპატისებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი გიგმები გაქვს და ეს ყველაფერი თან კარგად გამოგდის. და გთხოვთ, რომ კიდევ ერთი სიმღერა გვიმღეროთ. აუცილებლად. შეიძლება? კი ბატონო. მაშინ გთხოვთ. აი მიკროფონი თქვენ. მადლობა. კარგი, ჩემო კარგო. ძალიან მაგარი კოკოა, ძალიან საინტერესო, რაღაცნაირი მადლიანი და გემრიელი და ბედნიერება და წარმატება მას. გთხოვთ. ცეცხლის გულიდან ამოდის ალები რადამწვავს მეშინი შავი თვალები ნაკები ხარ მთლად ხმელეთის დარი ხარ სხვასთან წახვალ ისევ ჩემი და არადი ხარ სიყვარული არის ძნელი ბულბული ვიტირიმე თვალი მაქვს სრემლით სველი არა მაღომე ხელი სიყვარული არის ძნელი ბულბული ვიტირიმე თვალი მაქვს სრემლით სველი ხედავ შენ რისთვის იმალები რისთვის გინდა ეგ ლამაზი სახე დამენახე კიდევ დამენახე ფეხთ ჩამიგდე ბორკილონი დამახე არა მაღომე ხელი სიყვარული არის ძნელი Ar gamziro mekeli, sigvaruli